აბიტურიენტის მშობელი რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და სამინისტროსგან დახმარებას ითხოვს. ნიკოლოზ კილოსონიას დედა ყვება, რომ მისი შვილი საგამოცდო ცენტრში რამდენიმე წუთის დაგვიანებით მივიდა, თუმცა უშუალოდ გამოცდა ჯერ დაწყებული არ იყო. ის საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე შეუშვეს. რეგისტრაცია გაატარეს და საგამოცდო ბარათზე შესაბამისი სექტორის ნომერიც დაუფიქსირეს, რის შედეგადაც გამოცდაზე მისი დაშვება აღარ მოხდა. მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიმართა განცხადებით, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აბიტურიენტმა საგამოცდო პროცესზე დააგვიანა და ის პროცედურები, რაც მან გაიარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის დადგენის მიზნით ჩატარდა, რათა გარკვეულიყო თუ რომელ სექტორში იყო ის დაფიქსირებული. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დაგვიანებების შემთხვევების გარდა სხვა ექსცეს ადგილი არ ქონია. დილით ჩემი შვილი მოვიდა გამოცდაზე, შევიდა თუ არა, ზარი დაირეკა უკვე, როგორც შედგა კარებთან ფეხი, დაირეკა ზარი, შევიდა შიგნით, რეგისტრაცია გაატარეს, ნივთები ჩამოართვეს ჩვეულებრივ, უთხრეს სექტორი, შემოტრიალდა ბავშვი და უთხრა რომელ სექტორშიო, მესამე სექტორი, მერე უთხრა იმ ბიჭმა, ვინც არის უფროსი, რომ დაიცადა ერთი წუთიო, დავრეკაო, დარეკა, სექტორშიო ჩატვირთულიაო პროგრამაო, რა ვიცი ახლა ესე უთხრეს, ხო და გამოუშვეს უკან ბავშვი. თუ დაიგვიანა, რატო შეუშვეს, რატო გაატარეს რეგისტრაცია. მივედი იმ წუთში რესურს ცენტრში, დავწერე განაცხადი, ყველაფერი მიუთითე, როგორ იყო. მითხრეს დღის მეორე ნახევრიდან დაგიკავშირდეთ, არავინ არ დამიკავშირდა. მე თვითონ ვაწუხებდი რესურს ცენტრს. დღეს დილიდან 5 საათამდე ჩემი შვილი დგა ჭიშკრებთან ატუზული, დღეს დილიდან ისევ ჭიშკრებთან ატუზული დგას და დაცვა მეუბნება, როდემდე იქნება თქვენი შვილი აქაო და ის უფროსი მეუბნება, ჩემი ხვიდან დარღვევა ის არისო, რომ მე თქვენი შვილი შემოუშვიო, კი მართალიაო, გავატარე რეგისტრაციაო და უკან გამოვაბრუნეო. მე ვითხოვ, რას ვითხოვ, იცი, სამართლიანობას ვითხოვ. დაუშვან ეს ჩემი შვილი. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის შვიდ გარემოში პროგრამა მუშაობს გამართულად, არანაირი ხარვას ადგილი არ აქვს. დაგვიანებას რაც შეეხება, იყო რამოდენიმე შემთხვევა დაგვიანებას, როცა უნდა მოსულიყო თილით სესიაზე, მოვიდა შუადღე სესიაზე. ანუ ტექნიკა შუქი იყო ჩამქრალი რამდენიმე ცენტრში და ჩვენთან ხო ჩვენთან მსგავს პრობლემას ადგილი არ ქონია.